ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიციები. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის სათავეებთან იდგნენ ივანე ჯავახიშვილი, სხვა დიდი მოაზროვნეები და მათ შექმნეს ის სისტემა, რომელიც დღემდე მოვიდა. თუმცა იყო 90-იანი წლები. თავის სირთულეები და პრობლემები ჰქონდა, რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდს. შემდეგ იყო 90-იანი წლები. ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, სხვადასხვა ტიპის კრიზისი და ამან ძალიან დიდი კვალი დაატყო, მძიმე კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას, რაც ყველას მოგეხსენებათ. და ამის შემდეგ იყო 2004-12 წლები, ამას ხას გაუსვა, ძალიან მკაფედ მინდა ეს აღვნიშნო, სადაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა უმაღლესი განათლების სისტემას და განსაკუთრებული სამიზნე ამ დარტყმის აღმოჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რასაც მინდა მოგვიანებით უფრო სიღრმისეულად შევეხო. რაც შეეხება მტკიცებულებას იმისა, ამას მტკიცებულებას არ ჭირდება, მაგრამ რა ადასტურებს გარკვეული მათემატიკური სიზუსტით იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძიმე მდგომარეობა, ეს არის რეიტინგები. მაგალითად, რო ავიღოთ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგი, Times-ის რეიტინგი, არც ერთ ჩვენი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის. ყველა არის 1200 მიღმა. რო ავიღოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთო შეფასება 100 ქულიდან არის 10.9-დან 25.1 ქულამდე ამ ინტერვალში. იგივეა ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში. საერთო შეფასება ილიონის შემთხვევაში არის 25.2-დან 30.6-მდე. რაც შეეხება სწავლების კომპონენტს, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისთვის. 100 ქულიდან 14 ქულა აქვს TSEU-ს და ეს არის ძალიან ტრაგიკული და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ამას. 18.2 ქულა აქვს ილიას უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს 28.4 ქულა სწავლების კომპონენტში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის. 100 ქულიდან დაგვიწერეს რეალურად 2 ქულა და 3 ქულა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. რაც არის ბუნებრივია, ის მდგომარეობა, რაც უნდა შეიცვალოს, ასევე არის Center for World University Ranking. TSEU-ს რეიტინგი არის 1006 ადგილი უკავია უნივერსიტეტებს შორის. ილიას უნივერსიტეტს 1479, აქ ტექნიკური უნივერსიტეტის რეიტინგი და სხვა უნივერსიტეტების რეიტინგი წარმოადგენელი არ არის. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული.